მოგესალმებით მეგობრებო, მოდით გავაკეთოთ ესეთი გაშლა, ფიქრი, გრძნობა, მოქმედება, ჩემო კარგებო, სამი უძლიერესი არკანით გავაკეთოთ ეს გაშლა დევიანთ მუნით, ბეთის პორბალით და ფერიების ლენორმანით. მოდით ვნახოთ ჯერ ფიქრები ვნახოთ, ჩემო კარგებო, ფიქრები, რას ფიქრობს თქვენზე ახლა, რა ფიქრები აქვს თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას, ვნახოთ რა ფიქრები აქვს თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას. თქვენ შორის არის ახლა დისტანცია, ჩემო კარგებო, თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება რაღაცას ზომიერებას იცავს. შეიძლება თქვენ გელოდებათ, დიახ, თქვენ გელოდებათ, რომ დიალოგზე პირველი გახვიდეთ, ჩემო კარგებო. თუმცა თვითონაც სურს, რომ რაღაცა გამოვიდეს კონტაქტზე, მაგრამ ჯერჯერობით თქვენ გელოდებათ. ძალიან ძლიერი მიჯაჭვულობა აქვს თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას თქვენთან მიმართებაში. შეიძლება ნახეთ ფოტოებსაც კი ათვალიერებდეს ჩუმჩუმად თქვენზე, რადგან ფონი არის სამიანი ხმლები და ძალიან ეჭვიანობს თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება. იცით როგორი სიტუაცია, მას როგორი გამოსვლა უნდა იცით კონტაქტზე, თავდაცვა, საუკეთესო თავდასხმაო, რაღაცა თავისი დანაშაული რო გადაფაროს, ან უნდადეს ისეთი ურთიერთობა, რომ ცოტა ბატონობის ურთიერთობით თქვენი ბატონი რო იყოს, ასე ვთქვათ, ესეთი ურთიერთობა უნდადეს, კი უნდა ნამდვილად ახალი ფურცლიდან დაწყება ურთიერთობის და სხვათა შორის სერიოზულად გიყურებთ მომავალში ოჯახზეც კი უფიქრია თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას თქვენთან მიმართებაში, ან თქვენ აქ ესეთი გაშლა გაიშალა, რომ თქვენს გარეშე ამ ადამიანს არ შეუძლია, უბრალოდ მანიპულატორი ადამიანია და თვითონ ძალიან ნელა მოქმედებს. აქ თქვენი აქტიურობაა, ჩემო კარგებო, საჭირო. თქვენი აქტიურობაა საჭირო, რომ შეხვიდეთ ძალიან ნაყოფიერ ურთიერთობაში, ჩემო კარგებო. ძალიან ძლიერი ვნებები აქვს, მიჯაჭვულია, როგორც ვახსენე, თქვენთან მიმართებაში ეს ადამიანი და თქვენ მისთვის ხართ აი ვარსკვლავს რომ მოწყვეტავს, საოცნებო ქალი. თქვენი ენერგეტიკა მას ანგრევს, ჩემო კარგებო, ანგრევს და კომპლექსდება. უბრალოდ ამას არ იმჩნევს და აქედან გამომდინარე აკეთებდეს მანიპულაციებს. ესეთი ფიქრები აქვს თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას. ვნახოთ ახლა გრძნობები ფერიების ლენორმანით. რას გრძნობს თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება თქვენთან მიმართებაში? ვნახოთ რას გრძნობს თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება თქვენთან მიმართებაში. რას გრძნობს? რაღაცა სინანულის განცდა აქვს თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას, მაგრამ უყვარხართ, ჩემო კარგებო, ნამდვილად უყვარხართ თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას და კონტაქტზე სურს გამოსვლა. უბრალოდ ეს როგორი არკანია, იცით, წერს და შლის, წერს უნდა გამოგზავნო და შლის. ესეთ მდგომარეობაში თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ უყვარხართ. უბრალოდ ცოტა გაბრაზებულია ეს ადამიანი, ეხლა ცოტა ცივ ენერგიებშია თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უყვარხართ. უბრალოდ ცოტა მერყეობს ნაბიჯების გადმოდგმაზე, ცოტა მერყეობები აქვს, ცივ ენერგიებშია გაბრაზებულია და აქედან გამომდინარე მერყეობს, მაგრამ ეს კონტაქტის არკანია, ჩემო კარგებო, მაინც სურს, რომ კონტაქტზე გამოვიდეს. აქაც როგორი სიტუაცია, უყვარხართ თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას და ოჯახზე ფიქრობს თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება. აქ ვისაც არჩევანი აქვს გასაკეთებელი. ვნახოთ, ვისაც არჩევანი აქვს გასაკეთებელი, როგორ მოიქცს, რა უნდა, ვისკენ უნდა რომ გააკეთოს არჩევანი. ჯერჯერობით ამ ადამიანს გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული რა არჩევანი გააკეთოს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, ერთი ისიც ის, რომ თქვენს გარეშე არ შეუძლია ამ ადამიანს ყოფნა, რადგან უყვარხართ და დაძაბულია თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება. ნახოთ რა ნაბიჯებს გადმოდგავს თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება, რა ნაბიჯებს გადმოდგავს თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება, რა ნაბიჯები ექნება ახლა მას დაგაკვირდებათ, დაგელოდებათ. მაგრამ თვითონ შეიძლება პირველი არ მოგწეროთ, ჩემო კარგებო.
თქვენ თუ მიწერთ ამ ადამიანს, აუცილებლად შეხვედრა გაქვთ ამ ადამიანთან, შეხვედრა და ძალიან დიდი გამართლება გაქვთ, ჩემო კარგებო. ამ ურთიერთობაში ნამდვილად რაღაცა ტოქსიკური მომენტები მოიჭრება და ეს ადამიანი სამართლიანად დაიწყებს თქვენთან ურთიერთობას, ძალიან სამართლიანად მოგექცევათ, რადგან აქაც დასების მეფე ამოვიდა, ჩემო კარგებო, და თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას ძალიან უყვარხართ, მინდა გითხრათ. შეიძლება მალავს თავის გრძნობებს, ნამდვილად მალავს თავის გრძნობებს და არ უნდა რომ აღიაროს ეს გრძნობები თქვენთან. და მოდი მაქვს ახლა აქ ესეთი ორაკულის კარტი და რისი თქმა სურს თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას დავამატოთ აგერ. რისი თქმა სურს თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას, რას გეტყოდათ ახლა? რას გეტყოდათ ახლა თქვენ ჩაფიქრებული პიროვნება? მე ვიციო, რომ შენი ტკივილის მიზეზი მე ვიყავიო, ესეთ რაღაცას გეუბნებათ თქვენ ჩაფიქრებული პიროვნება. მე ვიციო, რასაც ვიცოდი, რასაც ვაკეთებდიო, მე არ შემიძლიაო შენზე ფიქრი შევწყვიტოვო. შენ უფრო ახლოს ხარო, ვიდრე სხვაო, ჩემო კარგებო და ვიციო, რომ ჩვენი გზები ისევ გადაეკვეთებაო და მე კარგი ადამიანი ვხდებიო. აქაც გამოვიდა ისეთი მომენტი, რომ რაღაცა სინანული აქვს თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას, თქვენს ურთიერთობაზე.